პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ხდომაზე 2013 წლის 19 მაისს მიღებულ რეზოლუციას განიხილავენ. რეზოლუციის ავტორია სახალხო მოძრაობა სამართლიანობა უნდა აღდგეს. რეზოლუციას ხელს 11,000-ზე მეტი ადამიანი აწერს. ისინი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის 9 წლიანი მმართველობის შეფასებას ითხოვენ. კომიტეტზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანი და აუცილებელია საკანონმდებლო ორგანომ ყოფილი ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ქმედებებზე შესაბამისი დასკვნა მოამზადოს. პარლამენტმა დადოს თავისი დასკვნა, რა იყო ეს რეჟიმი. იყო თუ არა ეს სისტემური დანაშაულებები და როგორ ფიქრობს პარლამენტი ასეთ პოლიტიკურ ძალას აქვს თუ არა მორალური და პოლიტიკური უფლება იმისა, რომ დარჩეს პოლიტიკაში. მთელი აი ამ წლების განმავლობაში ზოგადად ტენდენცია როგორი იყო უფლებების დარღვევის კუთხით და რა ტიპის ალადობრივ მოვლენას ჰქონდა ადგილი, შეფასება მიეცეს და ამისთვის კომიტეტი ალბათ უახლოეს პერიოდში დღეს შესაძლებელია ჩვენ შევაჯამოთ ეს მოვლენები და მოვამზადებთ უკვე შემაჯამებელ დასკვნას.